როგორც იქნა, კარგი ამბავი გვაქვს. ის მოიქცა როგორც ის ზელენსკი, რომლის გამოც უკრაინა დღეს კიდევ არსებობს. Royal Flash-ი გადასცაო ზელენსკისო ტრამპმა. ხუზის ეფექტი შეასრულოს ამერიკული ინტერესებისთვის უკრაინაში. თეთრი სახლის შეხვედრიდან ვატიკანის შეხვედრამდე რა დინამიკით ვითარდებოდა? აღმოჩნდა, რომ საკედო სახელოვანი სიკვდილით, ბრძოლით ყოველ შემთხვევაში შეიძლება გადაარჩინოს ქვეყანა. რუსეთის არმიას უბრალოდ აღარ შეუძლია ესეთი ღრმა ზურგის გარღვევის ოპერაციების ორგანიზება. რატო იქცეოდა პუტინთან მიმართებაში ასე ტრამპი? პირველი, ვისაც რუსული ხელისუფლება მონობაში იპყრობს, ეს არის საკუთარი მოსახლეობა. Спасибо. 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 სადაც ვიღაცები იხჩობიან ჩეჩმაში პირდაპირ მნიშვნელობით. თან მაინტერესებს რა უთხრა ამ კაცმა, იმ ესე იგი, მე მგონი ბოლოსკენ გაგვეხსნა.